პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის ამ პროტესტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ამ ძალიან მძიმე პროცესში, რომელსაც დღეს ჩვენი ქვეყანა გადის და ჩვენ ვიცით, რომ დღეს საქართველოში ფაქტობრივად საკითხი დგას არჩევანი ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის და ხალხი, ქუჩაში მყოფი ხალხი იბრძვის სწორედ იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იქნას დემოკრატია, ხომ? ამ პროტესტის ეშინია ოცნებას და ეშინია იმიტომ, რომ ეს პროტესტი არის ის ძალა, რომელიც მას არ აძლევს შესაძლებლობას, რომ მიტაცებული ძალაუფლება შეინარჩუნოს, ხო? ძალაუფლება მან მიიტაცა 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, როდესაც ტოტალური გაყალბების ფონზე მოახდინა, ასე ვთქვათ, რაღაცა ციფრების დაწერა, რომლის ფარგლებშიც ფაქტობრივად დღემდე უკვე მარტო იჯდა ის ამ პარლამენტში, ხო? პროდასავლური ოპოზიციის გარეშე და ამ პროტესტის და მიტაცებული ძალაუფლების პროცესში მნიშვნელოვანია რამოდენიმე გარემოება. პირველი ეს არის ხალხის პროტესტი, ხალხის ბრძოლა და როდესაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები ცივილიზებული სამყარო ხედავს ხალხის ბრძოლას, აქ უკვე ჩნდება, ასე ვთქვათ, საერთაშორისო არაღიარება ანუ ლეგიტიმაციის არ ქონდა. შესაბამისად, ოცნებას დღეს არ აქვს არც შიდა, ანუ ხალხის და არც გარე, ანუ საერთაშორისო ლეგიტიმაცია. ყველაზე მეტად მათ სტკივათ ეს. ლეგიტიმაცია ქართველმა ხალხმა ამათ არ მისცა, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ეგრეთ წოდებულ არჩევნებში, ეგრეთ წოდებულში, იმიტომ რომ რეალურად ეს იყო მორიგი რუსული სპეცოპერაცია, ხო? და ხალხმა ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა ის, რომ ისინი დგანან ქუჩაში და არ მიდიან საარჩევნო ურნებთან. ანუ ლეგიტიმაცია არ ქონდა ისევ ხალხის და იქ სადაც არ არის ხალხის ლეგიტიმაცია, არ არის დასავლეთის, ანუ ცივილური სამყაროს ლეგიტიმაცია. ჩვენ ამ პროცესში ვხედავთ, რომ ოცნება იბრძვის მთელი თავისი რესურსებით იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ეს მიტაცებული ძალაუფლება. რა უშლის, ხო, ამ მიტაცებული ძალაუფლების შენარჩუნებაში ხელს? მას უშლის ხალხი, პროტესტი. ამიტომ არის, რომ ებრძვის ამ პროტესტს. პროტესტს ებრძვის სხვადასხვა ფორმებით. ხო, ჩვენ ვხედავდით ოქტომბერ-ნოემბრის დეკემბრის პერიოდში, როდესაც ეგრეთ წოდებული სამართალდამცველები, ეგრეთ წოდებული ტიტუშკები და მათ შორის გედედეს თანამშრომლებიც ფაქტობრივად უკიდურესად ფიზიკურად უსწორდებოდნენ ადამიანებს და 500-მდე უკიდურესად მძიმედ ნაცემი ადამიანი არსებობს და არც ერთი დაკავებული, ხო? მე ვნახეთ ჩვენ გამკაცებული 3-4 წლის წინ, როდესაც იმ ვიდეო რუსულ კანონს იღებდნენ, რა ბარბაროსულად ექცეოდნენ ახალგაზრდობას, გახსოვთ? აი, იქიდან მოყოლებული ესენი უკვე არიან ხალხის მტრები. აი, ხელისუფლება რომ ხალხს ებრძვის თან ცენტრალურ ქუჩას. მე არ ვიცი, იცით, აი, შუმის არ ყვიათ ყველას გაწყვეტილი, თორე ან კომპრომისზე წავიდნენ, ან რაღაცა დათმონ არ არის, სწორი სირცხვილია, ესეთ ან კომპრომისს განიხილავენ ესენი როგორც არა, დიდი ბოდიში ტურიზმა იკლო, იცით? ხო, თავისთავად. კონკრეტი იკლო და ფაქტიურად ეს არანორმალური ურთიერთობა აქვს თავის მოქალაქეებთან ხელისუფლებასთან, სადაც პარლამენტი წესი და რიგით სხვა ინსტიტუტია, ვიდრე აღმასრულებელი ხელისუფლება. თარევა და ცემატყეპები არის რქიანობა, რა ვიცი, როგორ ეგუები და ხო და სწორედ ხალხი რომ არ ეგუება, აი ეს ქრონოლოგია მინდოდა და განწყობა არის, აი ან დაუშვა პესიმისტური განწყობა იმათთან, ვინც მოდის ხოლმე ამ აქციებზე განსაკუთრებით საღამოს. განწყობას, რასაც მე რუსთაველის გამზირზე ვხედავ და რასაც ზოგადად ხალხში ვხედავ, არა მარტო რუსთაველის გამზირზე მუდმივად მდგომ ადამიანებში, არის ძალიან მყარი და არის მიმართული ცვლილებებისკენ, ანუ ხალხი მიზანმიმართულად იბრძვის, რომ დაიბრუნოს მიტაცებული ძალაუფლება და ქვეყანა დააბრუნოს დემოკრატიულ რელსებზე და აი თქვენ ახსენეთ ადამიანის უფლებათა დეკლარაცია. ეს დეკლარაცია რატიფიცირებულია ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან და ის მოქმედებს როგორც საერთაშორისო ხელშეკრულება საქართველოში, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, მაგრამ ჩვენი აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს ამ საერთაშორისო დოკუმენტებთან ერთად ჩვენი ქვეყნის მთავარი კანონი, კონსტიტუცია, ხო, რომელიც პირდაპირ არის მეორე თავი ადამიანის უფლებების თავი, სადაც პირდაპირ და ერთმნიშვნელოვნად ხაზგასმით არის აღიარებული გამოხატვის თავისუფლება. გამოხატვის თავისუფლება, ანუ იგივე პროტესტის შესაძლებლობა, ხო, რომ ადამიანებმა თავისუფლად გამოხატონ და ეს უფლება ირღვევა, მათ შორის ეს უფლება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი უფლება ირღვევა და ჩვენ ვხედავთ, რომ ცემის, დაშინების, გაზრდილი ჯარიმების და სხვადასხვა მეთოდების შემდგომ უკვე ფაქტობრივად კრიმინალიზებას ცდილობენ პროტესტის, იმიტომ რომ პირდაპირ
პირველი ადმინისტრაციული დაკავებები შემოიღეს ახლა მათი არალეგიტიმური საკანონმდებლო ეგრეთ წოდებული ორგანოთი და მეორე ჯერზე უკვე სისხლისამართლებრივი პასუხისგებლობა მოყვება ამას. გარდა ამისა, ჩვენ ნახეთ, აი ქალბატონი აზა მაგალითად არ შემიძლია არ გავიხსენო, რომელიც გაციებული იყო ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, პირბადით იმყოფებოდა თავისუფლების მეტროსთან. რა დროსაც შემოერტყნენ გარს ათობით პოლიციელი და რაღაცა ოქმი შეუდგინეს, ხო? აი ეს წარმოუდგენელია, ეს არის არაქართული, ანუ ესენი აღარ სცემენ პატივს. ნახეთ, მასე ფორმულაში ხო, ამ ქალბატონზე გადაცემა. საშინელებები მოყვა ამ ქალბატონმა. ქართველობის გამო ხრიტავდნენ ეს აბსოლუტ სეპარატისტები. ქალბატონი აზა არის დევნილი, დიახ, და მან იცის მას თავის თავზე აქვს გამოვლილი ის ყველაფერი, რაც იყო და ქალბატონი აზა ერთ-ერთ ამ ასე ვთქვათ ინტერვიუში თუ პირად საუბრებში ამბობს ყოველთვის, რომ აი დახვრეტა ადამიანებს ხრეტდნენ და ადამიანების დამარხვის შესაძლებლობას არ ეძლევდნენ და მაშინ მარხავდა ქართველებს თანამემამულეებს და ესენი ახლა პირბადის გამო რაღაცა ოქმის შედგენით აშინებენ ადამიანს, მაგრამ ყოველ ჯერზე, როდესაც რეპრესიული კანონები მიიღეს, როდესაც პროტესტის წინააღმდეგ გაილაშქრეს, იღებენ უკუშედეკს, ხო? ხალხი არ ნებდება, იმიტომ რომ ხალხს აქვს ძალიან მტკიცედ გადაწყვეტილი, რომ ეს ცვლილებები მათ უნდა მოუტანონ ამ ქვეყანას და ამ პროტესტის ნაწილია, რაზეც თეონა მისაუბრა და ალბათ მექნება შესაძლებლობა, რომ მეც ვისაუბრო უფრო ცვლად, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია და ამ პროტესტის ნაწილია 26 ოქტომბერი, როდესაც დაანონსებულია უკვე ჩვენი კოალიცია ცვლილებების მხრიდან დიდი აქცია, როდესაც ჩვენ ვიკრიბებით 19 საათზე საქართველოს მოქალაქეები, 19 საათზე რესპუბლიკის მოედანზე და მარშით მივემართებით პარლამენტთან. მინდა ამ პროტესტის მნიშვნელობაზე ვისაუბრო, იმიტომ რომ თეონამ სწორად აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქუჩაზე, ყველა ადამიანამდე მოხდეს მიტანა იმ რეალობის, მართლა რაც არსებობს ამ ქვეყანაში და როგორ რეალობაშიც გვიწევს ცხოვრება და პირველ რიგში როგორ რეალობაშიც უწევს ცხოვრება ჩვენი სინდისის პატიმრებს და მათ მშობლებს, მათ ოჯახის წევრებს, მეუღლეებს, დებს, მამებს, დედებს, ხომ, ამ ადამიანებს. სწორედ ამიტომ ამას ემსახურება, რომ უშუალოდ მშობლების მხრიდან საჯარო მოხელეებამდე მოხდეს მიტანა იმ ტკივილის, იმ თან უსაფუძვლო საქმეების, რომელიც ასე ვთქვათ არსებობს რეალურად, იმიტომ რომ ესენი ხო დამნაშავეები არ არიან სინამდვილეში, ესენი დააკავა ეს ადამიანები, დააკავა რეჟიმმა იმისთვის, რომ შერჩევითად, როგორც კობახიძემ აღნიშნა, ჯერ დააკავეს და მერე დაიწყეს ასე ვთქვათ საქმეების შეკერვა და იმიტომ იყო ესე ნათელი, ესე თეთრი ძაფით ნაკერი საქმეები. და ჩვენ ვაკეთებთ ესეთ პროექტს, რომელსაც ამ პროექტის პარალელურად აქციების კამპანიის პარალელურად და სინდისის პატიმრების რეჟიმის პატიმრების ადვოკატებთან გვაქვს კომუნიკაცია და მათგან ვიღებთ უშუალოდ დეტალურ ინფორმაციას თუ რატომ არის მათი ბრალი აბსურდული და მათი სასჯელი აბსურდული. ამას ვკრავთ ერთ ისტორიებად, ასე ვთქვათ, სამართლებრივ აბსურდის ისტორიებად და სიმბოლურად ამას ვარქმევთ საქმე სიცრუისა, ხო? სიბრძნე სიცრუისას პარალელიდან გამომდინარე, რომელიც დღეს სხვათა შორის ის ნაწილი რეჟიმის პატიმრების ეს სამართლებრივი ისტორიების ნაწილი, სადაც ადვოკატებმა უკვე მოგვაწოდეს ჩვენ ისტორიები, წარვუდგინეთ სწორედ ფინანსთა სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და დოკუმენტად ჩავაბარეთ იმისათვის, რომ მოხდეს მათი გაცნობა. აუცილებლად მოგაცდით ამ დოკუმენტს. გადაგებას ამას ინგლისურად თარგმნით და აუცილებლად ეს იგეგმება. გვერდზე რომ დადოთ, ძალიან ბევრი და ბევრი ეს იგეგმება, როდესაც ყველა ადვოკატი მოგვაწვდის უკვე ინფორმაციას, ეს შეიკრება ერთიან ფაილად, ასე ვთქვათ, დოკუმენტად, რომელიც ასევე იქნება ინგლისურად ნათარგმნი და რომელიც დარიგდება როგორც საზოგადოებაში, ასევე გაიგზავნება ჩვენს პარტნიორებთან, ელჩებთან, რომელიც ხალხის მხარს ნებას უჭერს და ხალხის ასე ვთქვათ ინტერესების გატარებას ემსახურება თავის მხრივ ამ ქვეყანაში და სამართლებრივი რა კარგია, რომ ესე კონკრეტულად ყველა ადამიანს როგორც დევნიან და როგორც ჩაგრავენ და რომ ეხლა დღეს აი მე შემცხვა იმ პოლიციელების, მაგრამ რეჟისორი თვითონ მივიდა პოლიციაში. დამაკავეთო. თანთავრებული ამათი ისა. ამ ხალხს როგორ მოერევიან, ამ ადამიანებს როგორ მოერევიან აბსურდული კანონები. კომპრომისებზე წავიდნენ, უნდა.
ანუ ძალიან მნიშვნელოვანია ეს პატარ-პატარა აქციები, რომელიც შინაარსობრივად იქნება დატვირთული და დღის მანძილზე გადაწყობილი, ასე ვთქვათ, რაც აგერ ჩვენს ვაკეთებთ სიდისის პატიმრების მშობლებთან ერთად და ძალიან მნიშვნელოვანია მსხვილი აქციები და 26-ის აქცია მე უკვე ვახსენე, რომელიც დაანონსებულია როგორც პოლიტიკური პარტიების, ასევე საზოგადოებრივი ჯგუფების, მათ შორის მშობლების და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან. სამართლებრივ ნაწილს კიდევ მინდა შევეხო, ის რაც დღეს ხდება ფაქტობრივად გასულია სამართლებრივი ჩარჩოდან და ძალიან ძნელია აქ სამართლებრივი შეფასებების გაკეთება, თუმცა ერთადერთი ჩვენად შეგვიძლია რომ მორალურად ეს ადამიანები მარტო არ იყვნენ დატოვებულნი, თუმცა მინდა გითხრათ რომ საკმაოდ ძლიერები არიან და იქით ახდენენ გამხნევებას მათი ოჯახის წევრების თუ გარეთ მყოფი ხალხის, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, მათ შორის პარტია ახალის ქვეშ ამოქმედებულია ცხელი ხაზი, რომელთაც ვცდილობთ არც ერთი ადამიანი არ დარჩეს უყურადღებოდ და ყველა ვინც მოგმართავს უზრუნველყოფილი იყოს ადვოკატით. ეს ახალზეა დააფიქსირეთ. პრინციპში თქვენ უკვე პოლიტიკური მოღვაწეები ხართ, აი როდესაც ორგანიზებულა და ეს ბუნებრივი მოვლენა არის, როდესაც ხელისუფლება ჩაბეტონებული არის რაღაც იდიოტობებში, მაგდოს მათ მხოლოდ ორგანიზებული ძალით უნდა დაუპირისპირდეთ. აი ეგება რაღაცა ნოვაციები მოიფიქროთ, აი რაღაცა განსხვავებული უნდა მიუდგეთ ამათ ახლა მე მახსოვს ახლა რაღაც ღმერთმა პატია მე მაგალითად არ მინდა ახლა პიროვნულ შეურაცხყოფაზე გადავიდე, ერთ-ერთი კალბატორი სახთა როგორც კი აქცია ჩატარდა, აღარ ჩანს ის ქალი. მე თუ გითხრათ დღე და ღამე ეს ფასველი შეგიძლია საათი აიღო და წამზომი და ყოველ დღე ყველაზე მეტი გამოსვლები ვისაა? გობახიზესაა. ამას მანია გრანდიოზო ჭირს, ეს აშკარად პათოლოგია არის. მოდით რა მაგის სახთან მოვაწყოთ რა სამშვიდობო გინდათ შიმშილობა გამოაცხადეთ ეგ კარვებიც აიღეთ რაღაცა უნდა იგზნოს იმ სვაჭერს კორპუსს სადაც მაგის ხოროთ ვერიტანე თურმე მაგად ხატეკი და ისიც რაღაცა მოიფიქრეთ მე მახსოვს ღარიბაშვილის სახთან რო აქციები ჩატარდა ეს იყო 7 წლის თუ 8 წლის პანიკაში იყვნენ რაღაცა მოიფიქრეთ ხენ კი ბზანეთ იცით თეონა რომ აი სხვადასხვა ვარიაციებზე ფიქრობთ როგორ ყველგან უნდა ჩატარდეს ეგეთი რაღაცები. არ ვიცი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოგადაყვებით, მაგრამ მათაც უნდა ეშინოდეთ ისი და ყველა უნდა თქოდეს, როდესაც სიმართლით მიდიხარ და ითხოვ, დაიცავი კონსტიტუცია. უკვე წაგებულები არიან და ისინი აი დაუკვირდით რა ეშმაკოსლებს აკეთებენ დაპატიმრებებით, დაჯარიმებებით და 5 დღიანი და 6 დღიანი იდიოტობები შემოიღეს. კიდე კაი მივხვდნენ ადრე 1000-ობით ლარი ჯარიმებს ადა ჯარიმე მარიმუშავაო, ხო თქვა გობახიძემ არა თვითონ ოცნების პრემიერმა და სწორედ ეს არის რომ ახალ რეპრესიებს იგონებენ, მერე ხვდებიან რომ მარიმუშავა და მერე ცდილობენ რომ აბა მოდი ახლა რა იმუშავებს კიდევ უფრო გავამკაცროთ და მე თუ მექნება შესაძლებლობა ამ სამართლებრივი ნაწილის ფარგლებში მინდა კონკრეტული ისტორიები მოვყვე, კონკრეტული ადამიანები, სადაც არ არსებობს მტკიცებული ბატონო. მე თუ მეხსერება არ ყოლადობს ფაქტურად თვეები გრძელდება, 1 წელი გადასრულდება აღარ 26-ში. რაღაცა მოიფიქრეთ, რომ ეს არ არის შემთხვევითი ამბავი და მე ხა ყველას მინდა გაგახსენოთ. ფაქტურად აი მე ძალიან კარგად მახსოვს ეს 60-იანი წლები. საფრანგეთში სტუდენტებმა დაიწყეს, პირველად 18 კაცი იყო, 240,000 გამოიყვანეს. მათ მერე სხვადასხვა პარტიები შეუერთდა და დეგოლი გადააყენეს. ახლა დეგოლის ისა ტვინი არა აქვს ნამდვილად ბიზინა ივანიშვილი და მის ხროვას, მაგრამ იცით რა არის ყველაზე მთავარი ბერკეტი თქვენ გაქვთ, თქვენ სამართლიანობისთვის იბრძვით. მოიფიქრეთ რაღაცა ისეთი, რომ აი ჩანდეს, რომ თბილისის ცვლილებების მოლოდინში არის. რაღაცა მოიფიქრეთ და საერთოდ რეალურად არის ცვლილებების მოლოდინში და თბილის უნდა ცვლილებები. არა მარტო თბილის, არამედ საქართველოს და ამას არაერთხელ გვანახებს ადამიანები, რომლებიც მუდმივად დიდ აქციებზე გამოდიან ერთი, მუდმივად წევენ წინააღმდეგობას და მუდმივად ცდილობენ ამ ქვეყნის გადარჩენაში ყოფნას და ჩართულები არიან ამ პროცესში. ეხლა თქვენ დასაკითხვა როგორ შეიძლება აი ბაბადეთ შარშან თითქმის 200-300,000-იანი კოლონები მოდიოდა განაპირო კავშირული წვიმა იყო. ხალხი მოდიოდა. აი მაშინ აი მის შემდგომ რაღაცა პაუზა მოხდა და არ უნდა მომხდარიყო პაუზა. ან კონსოლიდირებული ძალები უნდა დააფიქსირდეთ, ან რაღაცა მოსაფიქრებელი.
ანუ ჩვენ ვართ განსხვავებულ მოცემულობაში. დღეს არის განსხვავებული ტექნოლოგიები, განსხვავებული შესაძლებლობები. რეჟიმი დღეს დგას სამ ძალიან მნიშვნელოვან ღერძზე, ხო? ეს არის პროპაგანდა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია მისი, ასე ვთქვათ, მარწუხების, ეს არის ფინანსები და ეს არის ძალოვანი სტრუქტურები. პროპაგანდა არის ის ღია ომი, ტექნოლოგიური ომი, რაც აქვს გამოცხადებული ხალხის მიმართ და რაშიც ჩვენ უკვე წლებია ვიმყოფებით, ხო? ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ მოვერიოთ პროპაგანდას. ფინანსებს რაც შეეხება, ფინანსების ნაწილში ძალიან კი, იმიტომ რომ ხალხს უკვე აღარ სჯერა არც ერთი მათ მიერ დაწყებული რაღაცა დღის წესრიგი ვეღარ მოქმედებს და ხალხის მოტყუებას ვეღარ იწევს, ხო? მეორე ეს არის ფინანსები და ფინანსებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი სანქციები სწორედ და ამიტომ ეშინიათ სანქციების, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ დიდი რუსული ფული, შავი ფული ტრიალებს და ჩვენ ნახეთ, თავად ვიაწყობენ ბრიფინგებს ერთმანეთის წინააღმდეგ რაღაცა მილიარდობით დოლარის შემოტანა გატანაზე და ერთმანეთთან თურმე აქამდე რომ დაწყობილ ქვეყანას ღაღადებდნენ და აქებდნენ ერთმანეთს, ახლა აღმოჩნდა რომ თურმე კორუფციით სავსე, მიმტაცებლური ბუნებით სავსე და დანაშაულებებით ახსავსე ხელისუფლების წარმომადგენელი ყოლიათ. კი ახლა კი არ აღმოჩნდა ეს რეალურად ასეა და იგივე ხდება დღესაც. უბრალოდ იქ კლანები ერთმანეთს ებრძვიან და ეს არის იმ სანქციების და იმ შიდა წნეხის, რასაც ქვია აქციები, ამ ყველაფრის შედეგი, ხო? ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები. მე თავში ვახსენე, რომ ეს არის სხვა ტექნოლოგიურ ეპოქაში ვართ, ხო? ამ ეპოქაში მეტი შესაძლებლობა აქვს, მით უმეტეს, როცა ყველა ინსტიტუციაზე აქვს მას ძალაუფლება და გავლენა აქვს ყველა ინსტიტუციაზე. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები და ჩვენ არ უნდა გავტყდეთ, არ უნდა დავიღალოთ და ეს ბრძოლა აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით. თანმიმდევრულობით და ასე ვთქვათ, გაუჩერებლობით, იმიტომ რომ გამძლეობაზე გადის ეს ბრძოლა. ვინც გაუძლებს, ის გაიმარჯვებს და მე რასაც უყურებ თქვენ თავშივე მკითხეთ ხო წინა იმაზე ხალხში რა განწყობაო? ხალხში არის განწყობა, რომ სანამ არ მოხდება მიტაცებული ძალაუფლების დაბრუნება, მანამდე არ მოხდება გაჩერება. უჭირთ, რა თქმა უნდა, უჭირთ და მე მინდა გავიხსენო, აი გუშინიკა გვარამიას პოსტი გამოქვეყნდა, სადაც ის დიქტატის წაქცევის რამდენიმე ინდიკატორზე საუბრობს, ხო? და მათ შორის არის ნახსენები იგივე შიდა დაპირისპირებები, საკუთარი შვილების ჭამა, რომელსაც ისინი აკეთებენ, ხო? აი რიჟვაძის შემთხვევა რო გავიხსენოთ, თვითონ თვითმკვლელობამდე მიყვანა და სინამდვილეში, ანუ აყურებინებენ ერთმანეთს, რას გაუკეთებენ შიგნითვე ერთმანეთს, ხო, დაჭერები, რომელიც მიმდინარეობს და ასე შემდგომ. ასევე ბევრი სხვადასხვა ინდიკატორი, იგივე პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით ინდიკატორები, იგივე სისტემური ოპოზიციის შექმნის ცდელობა და სამწუხაროდ გახარიას პარტია ჩაყვა ამ ამბავში და განახორციელა ფაქტობრივად ეს და ასე შემდგომ. მარიკა, მინდა რომ ზუსტი დრო თეონასაც თქვენი აზრი და ისა თეონა თქვენის ესენი აპირებენ საკონსტიტუციო სასამართლოს შეცვლილებას, რომ 10 პარტია უნდა აიკრძალოს. ეს არის ძალიან საზღვარი და ბინძური ქმედება ხელისუფლებისაგან. რას ფიქრობთ ამ ფაქტზე? კი ბატონო, პირველ რიგში ხელისუფლებისგან არა, იმიტომ რომ ისინი არიან არალეგიტიმურები და მათ ხელისუფლება რეალურად აქვთ მიტაცებული. ეხლა მათი მხრიდან აკონტროლებენ მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს და გონებულია განიხილონ მათი განცხადებები. კი ბატონო. რო შეიტანოს არჩევი საკონსტიტუციაში? ალბათ შეიტანს კიდევაც, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს რას გააკეთებს არალეგიტიმური ძალა? როგორც კი მოხდება შესაბამისი ცვლილება, ეს კანონებით შეიცვლება და ცხოვრება დაუბრუნდება ჩვეულებრივ ყალაპად. რას ვაპირებთ იქამდე, ხო? მაგრამ ფაქტია, ხო? ესენი ეს უთქვა, კი არალეგიტიმურები არიან, სხვა შორის ეხლა ძალიან ცუდი რაღაცა გააკეთა ამ გახარიამ. ქორუმი აქვს უკვე 60%, ესე ვთქვა პარლამენტისა. მათ შეუძლიათ აი ამის გამოყენებით უკვე ლეგიტიმაციას ვეღარ დავარქვით. არა, ლეგიტიმაციას ვერ მიიღებთ, რომ ლეგიტიმაცია სჭირდება ხალხი და საერთაშორისო საზოგადოება. ეს არც ერთი არა აქვს, მათ და ვერც ექნებათ. მე მაგის თქვენს გეკითხებით და თეონასაც. ესე იგი, ყოველ შემთხვევაში რაღაცა ორგანიზებული წინააღმდეგობაა ჩასატარებელი. რას აპირებთ? აი, როგორ წარმოგიდგენია თეორიულად ახლა მე სულ არ მინდა რომ პოლიტიკური ამა თუ იმ პარტიის პოზიციები დავაფიქსირო. იდეაში კობახიძე გემუქრებოდა რომ საკონსტიტუციაში შევიტანთ რომ აიკრძალოს პარტიები. ეს ყოველგვარ ნორმას ცდება ევროპული აღქმა დემოკრატიის საერთოდ ფეხაში თელება. რას დაუპირისპირებთ ამათ თქვენ და თქვენი კოლეგები?
აი ბატონ დავით, როდესაც დაუშვათ შეიტანენ ამ სარჩელს და რაღაცა პოლიტიკურ ძალებს ან კონკრეტულ პირებს, ჯერ კონკრეტული პირების აკრძალა პირდაპირ ნონსენსი და წარმოუდგენელი ამბავია და პირდაპირ გზალავს იმ პირის, ეს მე ვიქნები თუ ნებისმიერი სხვა იმ პირის კონსტიტუციურ უფლებას იყოს რაღაცა გაერთიანებაში და მათ შორის პოლიტიკური ტიპის გაერთიანებაში, ხო? მაგრამ აი რომ დადგეს ეს მომენტი, თქვენ აღარ მომიწვევთ ან რომელიმე სხვა ტელევიზია, მე აღარ ვიდგები ხალხის გვერდით ან ხალხთან ერთად ან უბრალოდ როგორც რიგითი მოქალაქე და არ ვიბრძოლებ, პარტიები, რომლებიც გუნდი ვართ, ხო? აი ეს გუნდი დაიშლება თუ რა მოხდება? არაფერი, იგივე ბრძოლა გაგრძელდება, იგივე მოცემულობით ბრძოლა გაგრძელდება და როგორც კი ეს ბრძოლა მიუახლოვდება დასასრულს და მიტაცება, ანუ მოვიპოვებთ, თავარი ორი მიზანი გვაქვს, ხო? ჩვენ და ამ პროტესტს აქვს ორი მოთხოვნა, ხო? ეს არის ახალი საპარლამენტო ვადამდელი არჩევნების სამართლიანი პირობებით, საარჩევნო პირობებზე არის აქ საუბარი და მეორე რეჟიმის პატიმრების განთავისუფლება, საერთოდ რის რა თემაზე საუბრობთ ჩვენ ვართ აქ მოსულები. როგორც კი მივახცევთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს სამართლიანი პირობებით, ყველაფერი დაუბრუნდება თავის კალაპოტს. ამიტომ საერთოდ არაფერი არ შეცვლის, მათი ეს რაღაც ახალი დღის წესრიგი, ახალი მოიფიქროს, ხალხს დაჭერების არ ეშინათ. ახლა ჩვენ აკრძალვების უნდა შეგვეშინდეს. ეს არის გამორიცხული ამბავი. გამორიცხული ამბავი, ყველაფერი გაგრძელდება ისე, როგორც დაიწყო. ამ კითხვაზე ალბათ თეონაც უპასუხებს და მე მინდა რომ ასევე შევეხო ისტორიებს. ჩემი აზრი მინდა ახლა მე რასაც შტაბის წელებებში ვარ, რასაც თქვენ საუბრობთ, ფაქტიურად თქვენ უკვე სტრატეგიულად მოგებული გაქვთ ბრძოლა ამ რეჟიმთან. რეჟიმია ეს არის დიქტატორული, ავანტიურისტული და მე თვითონ გითხრათ, საიზღარი რეჟიმი არის და აი როგორ აპირებთ, ესენი ძალიან დიდ ფულს უხდიან ძალოვანებს. მთელი ეს და რას ეძახიან ეს სუსია თუ ჭანდაბაღი, ყველანი გისმენენ. მიუხედავად ამისა, თქვენ ფაქტიურად მაინც კოზირები ბევრი გაქვთ. შეგიძლიათ ეს ხელისუფლება გაისტუმროთ, მაგრამ ძალაზე რო წამოვიდნენ, რას ფიქრობთ მაშინ? ესე იგი ძალას ისედაც იყენებენ ესენი თავიანთი მოქალაქეების მიმართ, როგორ არა, ანუ ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ, სიტყვერი გასწორება, ანუ სიტყვერი შეურაცხყოფაც იყო, ფიზიკური შეურაცხყოფა, მძიმე ფიზიკური შეურაცხყოფა იყო, ასევე ტიტუშკების მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფები, წამება და არა ადამიანური მოყრობა, ასე მეტი. ვერ გაუკლავდნენ. 4 ოქტომბერს ხალხი იყო სრულიად მშვიდობიანად გამოსული და იდგა რუსთაველზე და შესაბამისად მშვიდობიან ცვლილებებზე არის ორიენტირებული ქართული საზოგადოება. ქართულმა საზოგადოებამ არაერთხელ დაგვანახა, რომ ის გამოვა იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭირო გახდება და მანამ სანამ არ დადგება ცვლილებები, იმიტომ რომ ქართული საზოგადოება, ქართველი ადამიანი არის გონიერი, ნამდვილად გონიერია, გაზრდილია. ეს ცოტა არ არის ნამდვილად, როდესაც 30 წელი და მეტი ჩვენ გვაქვს დამოუკიდებლობაში ნაცხოვრები, ხო? თაობები გაიზარდა უკვე დამოუკიდებელ საქართველოში და არ არის ეს რომ დიქტატურაში ან ავტოკრატია ახსოვდეს რომელიმე ადამიანს ამ ცნობიერიდან, ხო, ახალგაზრდებს გულისხმობ. მათ შორის მეც ახლა 99 წელს ვიყავი 3 წლის, ხო? შესაბამისად მეც ჩემი ცნობიერი მთლიანად ადამიანის უფლებების და დემოკრატიის ასე ვთქვათ, დემოკრატიის წიაღში ვარ გაზრდილი, თავისუფალ საქართველოში ვარ გაზრდილი და არც წარმომიდგენია როგორი შეიძლება იყოს ამ თავისუფლების დაკარგვა. 100 არის თაობები და არაერთი ადამიანი და ვინც იცის კიდევ რა იყო იმათ ერთხელ იმ თაობამ მოგვიტანა დამოუკიდებლობა და არაპირებს ამ დამოუკიდებლობის დათმობას, ხო? შესაბამისად, ქართველი ხალხის ძალა რაშია? არის გონიერებაში და არის, ასე ვთქვათ, გეგმაზომიერად ნაბიჯ გამარჯვებაში, ეს გამარჯვებისკენ სვლაში. ერთიანად ვერ მოხდება ვერაფერი, ეს ჩვენ გვაჩვენა გამოცდილება და ესე ნელ-ნელა უნდა წავიდეთ. ერთ რეპლიკას გავაკეთებ უბრალოდ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით. თეონამ თქვა, ფულად ხედავ, იმიტომ რომ ბევრი გამოწვევა იქნებაო. გამოწვევაში, რა თქმა უნდა, ვეთანხმები, კიდევ უფრო მეტი გამოწვევა გვექნება, მაგრამ ჩვენ დღესაც ბევრი გამოწვევა გვაქვს. დღესაც ჩვენ არ გვაქვს ჩვენ პარტიულ დაფინანსებაზე უარი ვთქვით, ხომ? არ გვაქვს პარტიული დაფინანსება. მანდატებზე უარი ვთქვით, არ გვაქვს მანდატები. სამაგიეროდ გვაქვს ხალხის რწმენა და ბრძოლის რწმენა, გამარჯვების რწმენა და ამისთვის ვიბრძვით ძალიან მძიმე მდგომარ. ჩვენი ლიდერები, 4-ვე ლიდერი, ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ზურაგირჩი ჯაფარიძე, ლაკა, ხო, დაკავებულები არის, ელენე ხოშტარია, დაკავებულები არიან სხედან ციხეში, არაერთი სხვა პოლიტიკოსი კიდე და პოლიტიკური ლიდერი არის ციხეში. ჩვენ გვიწევს ფაქტობრივად აი ამ თავდასხმების კასკადის მოგერიება და თან პარალელურად იმაზე ფიქრი, როგორ წავიდეთ წინ.
მაგრამ ამას მეტნაკლებად ავად თუ კარგად ვუმკლავდებით და აუცილებლად გვექნება ის ძალა ჩვენც და საზოგადოებას, იმიტომ ჩვენც ხო საზოგადოების ნაწილი ვართ, ანუ პოლიტიკოსი ცალკე აღებული რაღაც განყენებული ხო არ არის, ისეთივე ადამიანები ვართ, როგორც რიგითი მოქალაქე, რომელიც დგას ქუჩაში, რომ მეც რიგითი მოქალაქე ვარ, მეც ამ ქვეყნისთვის ვიბრძვი, იმიტომ რომ მინდა მეც და ჩემმა შვილმაც თავისუფალ და ყველა შვილმა თავისუფალ საქართველოში იცხოვროს. მე ისე დავეშრება რჩება, რომ დღეს ახლა პოლიტიკურ ლანდშაფტს, რასაც უკვე სიტყვა პოლიტიკური არ მინდა ვისმა, რომ აი მის აქტიურები ჩანხართ და ხართ, ძალიან სწორი და აქტიური პოზიცია გიკავიათ. აი ფაქტიურად წესი და რიგით კაპიტულაციაზე უნდა მოდიოდეს ხელისუფლება, თუ ეს ნორმალური ქვეყანა აღმოჩნდებოდა. არა ვართ ნორმალური ქვეყანა, ეს ჩვენ რაღაც აი პირუტყული ისა გვაქვს, ჟინი რომ მდიდარია გვიშველის გადაგვაქვს, ხო? არ წავანებით. მე არ ვიცი ახლა იდეაში ყველა არგუმენტი თქვენ სასარგებლოდ ამარა როგორ მოვიშოროთ ესენი უკვე პარაზიტები არიან აი ფაქტია ჩვენ გვაქვს მორალური უპირატესობა გვაქვს ნამდვილად შეეცადნენ რომ ეს მორალური უპირატესობა რაღაცნაირად შეერყიათ მაგრამ არა გვაქვს ეს უპირატესობა იმიტომ რომ ისინი ებრძვიან ყველაფერს რაც არის ქართული ისინი არინდობენ ბავშვებს არინდობენ ქალებს ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფისგან დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გახსოვთ ამდენი ქალი პატიმარი გახსოვთ პატიმარი რომელსაც ქალს სახეში აფურთხებენ და მის საშუალებას არ აძლევენ. გახსოვთ გოგონები, სტუდენტი გოგონები ციხეში გამოკეტილები, ხომ არ გახსოვთ? ყველაფერი იკადრეს, ყველანაირ ღირებულებას ხაზი გადაუსვეს. რეალურად ესენი გვართმევენ ჩვენ ქართველობას, რომელსაც არ დავთმობთ. ჩვენ ვართ ჩვენი ღირებულებების და ტრადიციების ქვეყანა, რომელიც არ შეეგუება არც ამ ღირებულებების წართმევას და არც დიქტატის დამყარებას ამ ქვეყანაში. მით უმეტეს ვიცით დამოუკიდებლობის გემო. ჭირდება მოთმინება. მალე გვანახოს ეს და ჩვენი მართა თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა დავიბრუნოთ.